ბიზნეს სიახლეები, ტენდენციები ეკონომიკაში. რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ პირადი ფინანსების განკარგვაში. პროგრამა საქმე. საქმე ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 13 საათსა და 10 წუთზე. საქმის საქმეს. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა საქმე. ეს არის პირველი გადაცემა 2016 წელს. კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ახალ წელს, დამდეგ შობას. მინდა რომ იყოს ძალიან ბედნიერი, იყოს თქვენთვის ძალიან წარმატებული და შემოსავლიანი წელი. დღეს გადავწყვიტეთ ჩვენი გადაცემა იმ ცვლილებებს მიუძღვნათ, რაც ძალაში 2016 წლის 1 იანვრიდან უკვე შევიდა და რაც ამოქმედდება ბუნებრივია 2016 წლის განმავლობაში, რაც ცვლილებებია ეს და როგორ შეიძლება ეს ცვლილებები ნებისმიერი ჩვენგანის ყოფაზე აისახოს. ამ თემაზე სასაუბროთ გადაცემაში სტუმრად ეკონომისტი, ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე მოვიწვიეთ. ჩვენ დღეს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრებთ. მე შევეცადე რომ ყველა ის ცვლილება ჩამომეყალიბებინა და ასე ვთქვათ აღმენუსხა, რაც 2016 წლის 1 იანვრიდან შევა, თუ კი რამე გამომრჩეთ, ჩემი სტუმარი დამეხმარება. მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონი შევიდა ძალაში 2016 წლის 1 იანვრიდან. აქციზი სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე გაიზარდა და ასევე 1 იანვრიდან ხორბლის ფქვილის რეგლამენტი შევიდა ძალაში, ასე რომ სასაუბრო ძალიან ბევრი გვაქვს. თქვენ კი ჩვენს მსმენელებს, რა თქმა უნდა, მოგიწოდებთ რომ იაქტიუროთ, დაგვირეკოთ ტელეფონის ნომრებზე 237-139, 238-139 და უსვათ შეკითხვა ჩვენ სტუმარს, ან უბრალოდ თქვენი მოსაზრება გაგვიზიაროთ თემასთან დაკავშირებით. ბატონო სასო, მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი ხართ 2016 წელს. დიდი პატივია ჩემთვის ამ ახალ წელს შეხვედრა თქვენთან და შეიძლება მეც შევერთებით თქვენს მილოცვას. თქვენს მსმენელს მილოცავ ახალ წელს და სიკეთისა და ბედნიერების წელი ყოფილიყოს ყველა მათგანისთვის და მთლიანად საქართველოსათვის. ბატონო სასო, სიმართლე გითხრათ, მე ვაპირებდი რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემა დაგვეწყო საუბრით მაღალმთიანი რეგიონების შესახებ, ახალი კანონის შესახებ, როგორ აისახება ის როგორც მაცხოვრებლებზე, ასევე იმ ადამიანებზე, ვინც გადაწყვეტს რომ ბიზნესი აწარმოოს მაღალმთიან რეგიონში, თუმცა იმდენად ანომალიური რამ ხდება საქართველოს ბაზარზე, კონკრეტულად კი თამბაქოს სექტორში, რომ არ შემიძლია ამ თემით არ დავიწყო თქვენთან საუბარი. როგორც ვიცით, ახალი წლიდან საქართველოში ზოგიერთი დასახელების სიგარეტი მნიშვნელოვნად გაძვირდა. სავაჭრო ჯიხურებში აცხადებენ, რომ ფასები მომატებულია რამდენიმე ბრენდზე, პარლამენტზე, Marlboro-ზე, Chesterfield-სა და LM-ზე. ფასები 8-10 ლარიდან მერყეობს. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი კორესპონდენტი, პალიტრა ნიუსის კორესპონდენტი ამ წუთებშიც გასული არის თბილისის რამდენიმე უბანში და სავაჭრო ჯიხურებში ადარებს ერთმანეთთან ფასებს. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ისეთი არაადეკვატური სიტუაცია არის ჯიხურები, სადაც ჩამოთვლილი დასახელების სიგარეტები ისევ ძველ ფასში იყიდება. რამდენიმე სავაჭრო ობიექტში კი, როგორც უკვე გითხარით, მათი ფასი 8-დან 10 ლარამდე მერყეობს. ეს ყველაფერი და ამაზე გააკეთა კომენტარი ფინანსთა სამინისტრომაც, რა თქმა უნდა, არ უკავშირდება აქციზის ზრდას, რადგან აქციზის ზრდის შემთხვევაში თამბაქოს ნაწარმოებზე ფასები დაახლოებით 20 თეთრით უნდა გაზრდილიყო. ამ შემთხვევაში სახელდება ჯერ კულუარულად, რადგან ოფიციალური ინფორმაცია არ გაუკეთებია თავად დისტრიბუტორ კომპანიას და ველოდებით რომ დღის ბოლომდე გაკეთდება ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება, ეს ყველაფერი უკავშირდება ერთგვარ ომს თამბაქოს ბაზარზე, რადგან ოფიციალური დისტრიბუტორი ფილიპ მორისისა, როგორც ჩვენ გვეუბნებიან, შეიცვალა და ამ შემთხვევაში ომეგა ჯგუფი ცდილობს, რომ მათ ხელთ არსებული მარაგები მაქსიმალურად მაღალ ფასში გაყიდოს, რომ არ გამიგრძელდეს სიტყვა. ბატონოს, თქვენ მინდა კომენტირება გთხოვთ მთლიანად აი ამ განვითარებული მოვლენებისა. ეს რაც მოხდა და რაც ამ დღეებში ხდება, პრინციპში მოსალოდნელი იყო. ჯერ ერთი გეტყვით, რომ არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიო პრაქტიკა ადასტურებს, რომ შესაძაც ხდება აქციზური განაკვეთის მატება, ზრდა, ანუ ფასში აქციზის აბსოლუტური და შეფარდებითი ზრდა, ეს იწვევს საცალო ფასის გაცილებით მეტ მატებას, ვიდრე თვითონ აქციზის მატება. თქვენ ახსენეთ 20 თეთრი. ეს ნიშნავს, რომ თითოეულ ღერ სიგარეტზე მხოლოდ 1 თეთრით არის გაძვირებული. ეხლა ნახოთ რამდენია საქართველოში მოწეული, ანუ შეძენილი სიგარეტი, აქციზურ სიგარეტს მოსამფას დაახლოებით 8-დან 10 მილიარდ ღერამდე.
ანუ სხვა თანამედროვეებში ჩვენ უნდა ველოდოთ უკეთეს შემთხვევაში რაღაც 80-დან 100 მილიონ ლარამდე დამატებით შემოსავალს ბიუჯეტში. მაგრამ ეს არის სპეციალური გადასახადი. თანაც იმ დაშვებით თუ საქართველოში სიგარეტის გაძვირება არ გამოიწვევს მისი მოხმარების შემცირებას. თუმცა მსოფლიო პრაქტიკაც ასევე ადასტურებს. ახლა რამდენად ჯდება მეინსტრიმში ქართული ხასიათისა და მენტალობის გამო ეს ზოგადი კანონზომიერება მეორე საკითხია, მაგრამ დასტურდება, რომ ყოველი 10%-იანი გაძვირება იწვევს სიგარეტის დაახლოებით 4%-იანი მოხმარების 4%-ით შემცირებას. ანუ უნდა ვიფიქროთ, რომ სიგარეტის მოხმარება თუნდაც 4-ით არა, რაღაც 2.4%-ით მაინც შემცირდება. ხოლო ეს აჟიოტაჟი, რაც ახლა უკავშირდება დისტრიბუტორების ჩანაცვლებას, ოლიგოპოლიურ ბრძოლას ჩვენში და სამოხმარო ბაზარზე, მაგონებს თვითონ სიგარეტზე აქციზური მარკის შემოღების პერიპეტიებს 1998 წლის ბოლოს. მაშინ სავალუტო ფონდის დაჟინებული მოთხოვნით რამდენჯერმე ესე იგი მოხდა უბრალოდ მოთხოვნის საფუძველზე ხელისუფლება იძულებული გახდა წასული აქციზური მარკების შემოღებას, მაგრამ ყოველნაირად ფეხით ითრევდა და ცდილობდა ეს გადაეწია და უკვე ბოლო მომენტი რო დადგა მეწარმეები განებიურებული იმით, რომ ხელისუფლება ისე მათ პოზიციას დაეჭერდა და გადაავადებდა კიდევ ერთხელ არ ქონდათ საკმარისი რაოდენობით მომარაგებული აქციზური მარკები და შიდა ბაზარზე იმდენად ძლავრი შემშლი წარმოიშვა სიგარეტის, რომ გაჩნდა დეფიციტი და მაშინდელმა მახსოვს მუშაობდი სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში, მოგვიწია ინფლაციის ორნაირ ასპექტში გაანგარიშება. ესე იგი სიგარეტზე ფასების ცვლილებით და სიგარეტზე ფასების ცვლილების გარეშე. და იმ დროს ერთ-ერთი ცნობილი წამყვანი მედია საშუალების კორესპონდენტი ეწვია სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, რომელიც მესამე სართულზე კანცელარიის სახელმწიფო კანცელარიის შენობაში იყო და მოსთხოვა განმარტებები აი ამასთან დაკავშირებით სავალუტო ფონდის პოლიტიკას, მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და მათ შორის აქციზებს და საუბრის დროს შეამჩნია, რომ მაგიდაზე უდევს სტუმარს პროფესორ მასპინძელს უაქციზო კოლოფის სიგარეტის და მაშინვე არ გაუშვა შანსი რა თქმა უნდა ჟურნალისტურს ეს მიგნება იყო და რატომ და რა ვქნა ძალიან მაგარი მწეველი ვარ და იძულებული ვარ რომ დამერუღე მე თვითონ სავალუტო ფონდის ესე იგი რეგლამენტაცია და ვეთქვენ უაქციზო კონტრაფაქტული სიგარეტის შემოძინა. ეს ნიშნავს რომ რამდენად დიდია დამოკიდებულება სიგარეტზე მწველებში და ვეთქვენ ნებისმიერ ცვლილება მათ ბიუჯეტზე, განწყობაზე ახდენს გავლენას. თქვენ დასაწყისში ახსენეთ, რომ აი შეცვალეთ თანმიმდევრობა რიგითობა, თუმცა ახლა თუმცაც გავითვალისწინებთ, რომ თასაც ყავს თავისი მწველები და ასე რომ თლად ბოლომდე ჩანაცვლება არ მოხდარა და ეს მათ ინტერესებსაც ეხება ეს მდგომარეობა. კი ბატონო, სიგარეტის თამბაქოს ბაზარზე არსებული ვითარება რომ ბოლომდე ამოვწუროთ ამაზე მსჯელობა, როგორ ფიქრობთ, აი ამ შემთხვევაშიც ასეთი ფასების თითქმის გაორმაგება და გასამაგებაც კი უნდა აისახოს ინფლაციის მაჩვენებელში? რა შესაძლოა ინფლაციას ანგარიშობენ ყოველი თვის მეორე დეკადის მდგომარეობის მიხედვით. ანუ ჩვენს მოსახლეობას და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს აქვს კიდევ რამდენიმე ძვირფასი დღე დარჩენილი იმისათვის, რომ მოახდინოს კორექტირება. შეგახსენებთ, ანალოგიური სიტუაცია იყო 2005 წელს უკვე ნავთობპროდუქტებზე ეს კატრინა რომ იყო ესე ქარიშხალი და რომელმაც მექსიკის ყურეში ბრიტის პეტროლეუმის და რიგის სხვა ნავთობსარეწები წალეგა და ამან მსოფლიოში მომენტალურად გამოიწვია ნავთობზე ფასების გაზრდა, მათ შორის საქართველოში. მაშინაც მონიტორინგი ტარდებოდა და 22 აგვისტოს და 9 სექტემბრის ჩათვლით დაახლოებით 70 თეთრით გაძვირდა მაშინ ბენზინი. და 10 სექტემბრის ისე ჩადგა კალაპოტში. ანუ რა გამოდის, მოსახლეობა იმ პერიოდში დაახლოებით 40 მილიონი ლარით მეტი გადაიხადა ბენზინს საწოლში საერთოდ და ინფლაციაში ეს ვერ აისახა. ამიტომ ახლა დავალოდოთ, რომ იტყვიან 20 დეკემბრის შემდეგ 10 იანვრამდე სტატისტიკა რომ ამ შემთხვევაში არ ახდენს პროცესებზე დაკვირვებას და როგორც კი დადგება 10 იანვარი, მე რომ ნახოთ ეს დარჩება ეს ტენდენცია თუ არა. მთლიანობაში მე არ ვიცი ახლა მოესწრება მანამდე თუ არა, შეიძლება ეჭვით მეპარება ამაში, მაგრამ სადღაც გრძელვადიან პერსპექტივაში ფასები აუცილებლად დაიწევს. იმიტომ რომ
ეს აჟიოტაჟური მოთხოვნითა და რაც თქვენ ახსენეთ, აი დისტრიბუციის პრობლემების გამოწვევა. თუნდაც მოკლევადიან პერიოდში გასაგებია, რომ ჩვენი ეკონომიკა თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებით მოქმედებს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, როცა გვაქვს კონკურენციის სააგენტო, არ ვიცი, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მას აქვს თუ არა უფლებამოსილება, თუნდაც რაღაც გარკვეული პასუხი მოსთხოვს მათ ქმედებებს და თამბაქოს რეალიზატორებს, არსებობს რაიმე კანონი, რეგულაცია, წესი თუნდაც, რომელიც მიუთითებდა თამბაქოს რეალიზატორს, რომ დაუშვებელია ფასის აი ასეთი მკვეთრი ზრდა. არა, ამ შემთხვევაში არა, იმიტომ რომ ბაზარზე, რო იტყვენ ესეთი კაფე ჩამოყალიბებული მონოპოლია საგვაჭრო ობიექტებში არ არის. ჩვენ შეიძლება ვილაპარაკოთ დისტრიბუციის დივერსიფიცირებაზე, ამის აუცილებლობაზე. ხოლო ბაზარზე სხვადასხვა გამყიდველი არის და რო იტყვენ ფასები, როგორც თქვენ ახსენეთ, სხვადასხვა წერტილში და სახეობების მიხედვით საკმაოდ მერყეობს. ამიტომ ერთ კაფეო მყარ მონოპოლისტურ ან კარტელულ გარიგებაზე ლაპარაკი ცოტა გადაჭარბებითია. ამიტომ ეს აჟიოტაჟური მოთხოვნაა და რო იტყვენ მას უნდა სასწრაფოდ ჩახშობა. თქვენ ახსენეთ, რომ აქციზიდან ჩვენი ბიუჯეტი, ქვეყნის ბიუჯეტი დაახლოებით გაზრდილი აქციზიდან მიიღებს დაახლოებით 80 მილიონ ლარს დამატებით. სავარაუდოდ. არა, ეს ახსენე სპეციალიზირებული იმითი 20 თეთრიდან, მაგრამ შაშანდელი წლის 1 ივლისიდან სხვათა შორის საქართველოს შევერტა იმ ქვეყნების რიგს, რომლებიც სიგარეტს ბეგრავენ, ესე იგი ორნაირად სპეციალიზირებული განაკვეთით და აგრეთვე ადვალური გადასახადით, რომელიც იანგარიშება ფასთან მიმართებაში. ესეთი ქვეყანა დაახლოებით 182 ქვეყანაზე ხდება დაკვირვება და 60 ქვეყანას აქვს ესეთი ადვალური გადასახადი. რატომ? იმიტომ რომ თუ მარტო იანგარიშებთ სპეციალიზირებულ გადასახადს, მაშინ რაც უფრო ძვირია სიგარეტი, ამ სიგარეტთან აქციზის თანაფარდობა იქნება გაცილებით ნაკლები. და ეს რო იტყვენ უსამართლობა, გინდა სოციალური, გინდა მარკეტინგული, რაც გინდათ ის დავარქვათ, რომ გამოსწორდეს ბევრი ქვეყნის ხელისუფლება მიდის იმაზე, რომ მის პარალელურად მოხდეს ადვალური, ანუ რაც უფრო ძვირია საქონელი, მისგან დამატებით გადასახადი იქნება უფრო მეტი. და შაშან იყო 5%-იანი გადასახადი 1 ივლისიდან, რო იტყვიან მადა ჭამაში მოდისო და წელს 1 იანვრიდან 10%-იანი გადასახადი იქნება, რაც რა თქმა უნდა უფრო ძვირად ღირებულ სიგარეტის ფასს უფრო მეტად დაეტყობა. ალკოჰოლურ სასმელებზე არაფერი გვითქვამ, საინტერესო ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის ზრდისგან დამატებით რა თანხის რა შემოსავლების იმედი შეიძლება გქონდეს ბიუჯეტს. აქ ცოტა რთულად არის საქმე, იმიტომ რომ ალკოჰოლური სასმელების შიდა წარმოება საერთოდ განთავისუფლებული აქციზური გადასახადისგან საქართველოს ცნობილია, რომ იტყვიან ასე იგი ღვინის კულტურის ქვეყანა და ეს გვაძლევს საშუალებას, რომ მოსახლეობის დიდ მონაწილემა საკმაოდ დიდი მოცულობით მოიხმაროს ისეთი ალკოჰოლური სასმელი, რომელიც საერთოდ ოფიციალურად განთავისუფლებული გადასახადისგან. ამიტომ აქციზური გადასახადის გაზრდა, მეტუმეტეს იცით, რომ ღვინოზე ეს არ მოქმედებს, იწვევს მოხმარების რო იტყვიან ტრანსფორმაციას. ამის კაფე მაგალითია ლუდის მაგალითი. ლუდზე მაგალითად შაშან გაზრდის გადასახადი 50%-ით 40 თეთრიდან 60 თეთრამდე 1 ლიტრაზე და ამან გამოიწვია ლუდის რეალიზაციის შემცირება. ამიტომ განსაკუთრებით საფრთხილოა ეს პროცესი იმისათვის, რომ ბიუჯეტმა არ დაკარგოს ის შემოსავალიც კი, რომელიც მას ეკუთვნის. ბიზნესმა თუ შეიძლება რომ დაკარგოს მნიშვნელოვანი შემოსავლები, თამბაქოს ნაწილში მე როგორც ვიცი, ჩვენ მაინც დიდი წარმოების მოცულობით არ გამოვირჩევით, მაგრამ თუმცა არც უამისობა, რაც შეეხება ალკოჰოლს, გაცილებით უფრო ფართოდ არის წარმოდგენილი ადგილობრივი წარმოების პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე. კი, რა თქმა უნდა, თამბაქოში ეს პროპორცია არის დაახლოებით 1/3, 2/3-თან, ანუ თამბაქოს ბაზრის მხოლოდ 1/3 ადგილობრივ წარმოების, დანარჩენი იმპორტირებულია. უნდა იცით გავითვალისწინოთ, რომ ახლა ჩვენ რო ვიძახით, რომ საქართველოს ხდება ტურისტული ქვეყანა, ტურისტული ინდუსტრიას ვავითარებთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სიგარეტის შემძენთა და მოხმარებელთა გარკვეული კონტინგენტი სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რეზიდენტები არიან. და ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, განსაკუთრებით თურქეთში, იმდენად მაღალი აქციზური განაკვეთი, რომ ადგილი აქვს გარკვეული რაოდენობით ესე იგი სტაბილურ ზრდას საქართველოს შეძენილი სიგარეტის ექსპორტისა ამ ქვეყნებში.
კი ბატონო, მე თვითონ მინახავს საზღვარზე როგორ გადააქვთ ის მოცულობა, რომელიც ამ შემთხვევაში გადასახადით არ იბეგრება და საკმაოდ აქტიურად და საკმაოდ უფრო მაღალ ფასში ყიდიან ხოლმე საქართველოდან გატანილ თამბაქოს. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო საკითხი, რომელსაც მინდა ვისაუბროთ, ეს არის კანონი მაღალმთიანი რეგიონების შესახებ, რომელიც 1 იანვრიდან ასევე შევიდა ძალაში. მინდა უბრალოდ შეგახსენოთ, რომ ეს კანონი მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის მთელი რიგ შეღავათებს ითვალისწინებს. საგადასახადო შეღავათების ნაწილში სრულად ამოქმედდება კანონი, რაც იმას გულისხმობს, რომ არალიცენზირებადი საქმიანობის გარდა ყველა ტიპის წარმოება გადასახადებისგან გარდა დამატებული ღირებულების გადასახადისა გათავისუფლებული იქნება. ძალიან მოკლედ შეგახსენებთ, რაც გულისხმობს ეს კანონი და შემდეგ უკვე ჩემს სტუმართან უფრო ცვლად გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბრეთ. მაგალითად, 1 იანვრიდან ძალაში შევიდა პირველ და მეორე ბავშვზე ყოველთვიური დახმარების გადაწყვეტილება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან ყველა ოჯახი მთაში, რომელსაც პირველი ან მეორე შვილი შეეძინება, ყოველთვიურ 100 ლარიან დახმარებას მიიღებენ. 1 სექტემბრიდან სოფლის ექთნები 180 ლარიან დანამატს მიიღებენ, ხოლო სოფლის ექიმებისთვის გათვალისწინებულია 360 ლარიანი დანამატი. კიდევ რა სიკეთეს გულისხმობს მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონი და როგორ აისახება ის ასევე იმ ადამიანების შემოსავლებზე და ბიზნესის განვითარების პერსპექტივებზე, ვინც გადაწყვეტს, რომ გარკვეული წარმოება დაიწყოს მაღალმთიან რეგიონში. ამაზე ჩვენ გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ. დაგველოდეთ რამდენიმე წუთში გიბრუნდებით ეთერში. გადაცემა საქმე დაბრუნდა პირდაპირ ეთერში. დღეს 2016 წლის პირველი გადაცემაა. შესაბამისად, ჩვენ ვსაუბრობთ ყველა იმ ცვლილებაზე, რომელიც ძალაში 2016 წლის 1 იანვრიდან შევიდა და ამ ცვლილებების ეფექტზე, რომელიც შეიძლება აისახოს ნებისმიერი ჩვენგანის ყოფაზე, მათ შორის არამხოლოდ ფიზიკურ პირებზე, არამედ იურიდიული პირების საქმიანობაზე. სოსო არჩვაძეა დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენ ვისაუბრებთ სიგარეტისა და ალკოჰოლური სასმელების აქციზზე. ახლა კი მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონი გვინდა განვიხილოთ. 2.37.103 2.38.139 შემოგვიერთით გადაცემის მსვლელობისას. დარწმუნებული ვარ, ეს თემა ბევრ თქვენგანს აინტერესებს, რადგან გარკვეული შეღავათებით ისარგებლებენ ის მეწარმე პირები, ვინც გადაწყვეტს, რომ საკუთარი საქმიანობა სწორედ მაღალმთიანი რეგიონის სტატუსის მქონე, ასე ვთქვათ, დასახლებულ პუნქტში წამოიწყოს და განავითაროს. ბატონო სოსო, საინტერესოა, რამდენად ასე ვთქვათ, შედეგიანი შეიძლება იყოს. დავიწყოთ ბიზნესიდან, კერძო სექტორიდან. რამდენად შესაძლებელია მათთვის იყოს ამ შემთხვევაში მომხიბვლელი მაღალმთიან რეგიონში ბიზნესის წამოწყება და განვითარება? ვფიქრობ, ეს კანონი არის ერთ-ერთი იმ კანონთაგანი, რომელიც შევა ისტორიაში და თავისი მნიშვნელობით, მრავალი გამოვლენის ასპექტით და მოსახლეობის ფართო ფენებზე თავისი ზეგავლენით. საქართველოს მთიანეთი ისტორიულად იცავდა ბარს ომიანობის პერიოდში გახიზვნისა და სხვა მხრივ დახმარებისათვის და უძველესი დროიდან მთას ჰქონდა თავისი მაღალი ეკონომიკური ფუნქცია კვლავ-წარმოებითი დატვირთვის. იმიტომ რომ როდესაც მტერი შემოდიოდა დაბლობ ადგილებში, რატომ იყო მაგალითად 17 წლის მანძილზე თემურლენგმა 8-ჯერ დალაშქრა საქართველოს. ჩვენ ამ ისტორიულ წიგნებში საუბარია თემურის მოხენათობაზე და ესეთ დაუნდობლობაზე, მაგრამ მეორეს მხრივ შევხედოთ რამდენად ჰქონდა ქვეყანას რესურსი რეგენერაციის და აღდგენის, რომ თითქმის მეორე წელიწადში ამდენ მრავალათასიანი მტრის არმიისთვის გაეძლოს და მისთვის საკვები პროვიანტი და სხვა საარსებო საშუალებები ეწარმოებინა. ანუ ეს მაღალ კულტურაზე მეტყველებს. დროთა განმავლობაში თქვენ ახლა მიზეზების ჩამოთვლა შორს აგვიყვანს, თან დაკარგა თავისი ფუნქცია, როგორც თავდაცვით, ისე ეკონომიკური და ეს დაეთყო მის დემოგრაფიულ მდგომარეობასაც. მე-19 საუკუნის დასაწყისში მაგალითად რაჭაში ცხოვრობდა თითქმის 5-ჯერ მეტი ადამიანი, ვიდრე მაშინდელ თბილისში. ახლა რაჭა სხვა იყო და თბილისი სხვა, მაგრამ პროპორციებზე 100,000-მდე ცხოვრობდა მაშინ რაჭაში. პროფესორ ვახტანგ ჯავაშვილის თქვენ სპეციალური გამოკვლევით გინდება ეს დღეს ეს ციფრი თქვენ 1/3 არის თუ მეტად არა შემცირებული.
ანუ ეს კანონი რეალურად სწორედ ამას დემოგრაფიული პრობლემის მოგვარებას, დემოგრაფიის ერთ-ერთი ფაქტორი. დემოგრაფია, ეკონომიკა, თავისთავად ბიზნესის განვითარება, ხარშეწყობა, ადგილზე დამკვიდრება. ესე იგი მარტივად რო ვთქვათ, რაც უფრო შორს იქნება ბიზნესი, რაც უფრო შორს იქნება მოსახლე თავისუფლების მოედნიდან, ესე საკარმიდო სახლი იქნება ნაკვეთი თუ ასე შემდეგ, მით უფრო ეკონომიკურად კომფორტულად უნდა გრძნობდეს ის თავს. ანუ ამ შემთხვევაში თავისუფლების მოედანი ერთგვარი ათვლის წერტილი გვაქვს. ეს ხატუნად რო ვთქვათ, ესე იგი თბილისში ბიზნესის წარმოება უნდა იყოს გაცილებით მძიმე დატვირთვის, ახლა ეს აისახება მაგალითად სათამაშო ბიზნესის და კაზინოების გახსნაზე, მაგრამ ეს უნდა იყოს ყველაფრის ნაბიჯი, რომ ადამიანი ესწრაფოდეს არა თბილისში ცხოვრებისკენ, არამედ ქალაქგარეთ. იგივე მაგალითად ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ესტონეთი. საქართველოს პატარა მოსახლეობით, აღარ ნახევარჯერ ბოლო შეფასებებით და აწარმოებს ჩვენზე თითქმის 4-ჯერ მეტ პროდუქციას. კი ბატონო, გასაგებია, თუმცა აქვე უნდა გკითხოთ, რაც არ უნდა მიმზიდველი იყოს კანონი დაბალი გადასახადების თვალსაზრისით რეგიონში, იმისათვის რომ მე იქ ბიზნესი ვაწარმო, თუ კი არ მაქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მაშინ ვერ ვხედავ უბრალოდ აზრს ვერ ვხედავ რეგიონში ბიზნესის წარმოების, რადგან საერთო ჯამში შესაძლოა ხარჯი გაცილებით უფრო მეტი მქონდეს. სწორედ იმ ინფრასტრუქტურის გაყვანაზე გზები მაქვს პირველ რიგში მხედველობაში კომუნიკაციის საშუალებები, ეს პროცესი იაპი დაუჯდება ბიზნესს სხვა რეგიონებთან იგივე კომუნიკაციების გაყვანასთან შეკავშირებით, მოგების გადასახადისაგან განთავისუფლება და აქერებულ მუშახელისათვის საშემოსავლო გადასახადისაგან განთავისუფლება ეს საგრძნობლად აიაფებს საბოლოო პროდუქტის ღირებულებას და ზრდის იქ ადგილზე წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობას. ეს ნიშნავს, რომ ადამიანს უჩნდება სტიმული, რომ გაიტანოს თავისი ბიზნესი და რაც შეიძლება შუა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მე წეგან ესტონეთი ვახსენე. ესტონეთში დედაქალაქში, ტალინში უკვე 5 წელიწადია კომუნალური ტრანსპორტი აბსოლუტურად უფასოა. სთხოვენ რომ ჩამოვიდნენ სოფლებიდან ხუტორები, ფერმერული მეურნეობა განვითარებული და 1000 თავისუფალი სამუშაო ადგილია და მოსახლეობა მაინც და მაინც ფეხს თავს არ იკლავს რომ ჩამოვიდეს დედაქალაქში და იმუშაოს. მაშინ როცა თბილისში შემთხვევით ელიევას ბაზრობასთან ვახუშტის ხიდთან რომ საბურავი გასკდეს, იქით 30 კაცი მაინც დაგეხვევა და მოსახლეობა შემოგთავაზეს. თუმცა დავუშვათ კოოპერატივების შესახებ. ეს კანონი ხომ ისედაც გარკვეულ შეღავათებს აძლევდა სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულ ადამიანებს, რომ ეწარმოებინათ ბიზნესი. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ რეგიონებში არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო და აგრარული ბიზნესი შეიძლება განვითარდეს? არა, რა თქმა უნდა, ყველა სახის ბიზნესის განვითარება შეიძლება, რაც შეეხება კოოპერატივებთან დაკავშირებით, თავის დროზე იმდენი რამე თქვა, ესე იგი ერთობლივი კოლექტიური წარმოების მოდელზე, ამაზე მოხდა პროექცირება სოციალისტური საკუთრებისა, რომ ნათქვამია რძით შეშინებული დოსუპერავდაო. და უკვე საზოგადოების ჩამოყალიბდა მკაცრი ნეგატიური სინდრომი ყოველგვარი ერთობლივი ძალისხმევისაგან. და რა ამაშია, რომ თქვენ ჩვენი პროგრესი და ხსნა სინერგიის ეფექტი მოგცემ საშუალებას, რომ შეიძლება ნაკლები ძალისხმევით, ერთობლივი მოქმედებით მეტ შედეგს მივაღწიოთ. და ამაზე უნდა საჭირო მუშაობა. ესე იგი ჩვენ სოფლად დახმარება სჭირდება მოსახლეობას არა მარტო ტექნიკით, ინფრასტრუქტურით, რომელიც თქვენ ახსენეთ, არამედ გარკვეული ცოდნის გამოცდილების შეტანით, რითაც ბოლო ათწლეულებში, 90-იან წლებიდან ჩვენ საკმაოდ ჩამორჩით. ბატონო სასო, კონკრეტულად მინდა გკითხოთ, თქვენ რიცხვებთან ყოველთვის ესეთი კარგი ახლო შეხება გაქვთ ხოლმე. ამ შემთხვევაში კონკრეტულად მითხარით, რომელი ბიზნესისთვის შეიძლება იყოს მიმზიდველი მაღალმთიან რეგიონში საქმის დაწყება და განვითარება? პირველ რიგში იმ ბიზნესისათვის, რომელიც უკავშირდება ადგილობრივი რესურსების გამოყენებას. შეიძლება შეეხებოდეს თქვენ სამშენებლო მასალების წარმოება, მეცხოველების პროდუქციის წარმოება, სხვა სასოფლო-სამეურნეო პროფილის. თუმცა შეიძლება ადგილზე დროთა განმავლობაში ჩვენ შევძლოთ ისეთი ტექნოლოგიების შეტანა და წარმოება, რომელიც თქვენ გაითვალისწინებს ადგილობრივი კადრების სპეციფიკასაც, იგივე მსუბუქი საფეიქრო მრეწველობა და ასე შემდეგ. ანუ ფაქტორი სპექტრი ფართო, მაგრამ პირველ რიგში დღეისათვის ეს შეეხება სწორედ სამშენებლო მასალების წარმოებას
და მეცხოველობისა და სასოფლო სამეურნეო პროდუქციის მოპოვებას. ყოველ ასეთ წამოწყებას სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობას სასტარტო ეტაპზე ყოველთვის აღმოსდევს ხოლმე გარკვეული ესეთი ახტაცება და შექება, რომ ეს კარგია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში რეალობა გვიჩვენებს, რომ ძალიან დიდ პრობლემებს ვაწყდებით უკვე საბოლოო პროდუქტის რეალიზების ეტაპზე. როგორ ფიქრობთ, ხომ არ უნდა დავიწყოთ ამ შემთხვევაში პრობლემების მოგვარება ბოლოდან? რა თქმა უნდა, პრობლემები იქნება, იქ შეღავათები ეხება იმ პირებს, რომლებიც ადგილზე დაახლოებით არანაკლებ 9 თვის მანძილზე, ესე იგი მთის მოსახლეობის კატეგორია შეეხება, ვინც არანაკლებ 9 თვე ცხოვრობს იქ. მაგრამ მე აქ კიდევ ერთ მომენტს დავუკავშირებდი ამას. სწორედ იმავე ახალწლოვან დღეებში ევროკავშირმა მიიღო ხანგრძლივი ვადის მოლოდინის შემდეგ ეგრეთწოდებული ვიზა ლიბერალიზაციის შესახებ, რომელიც მიხედვით ადამიანს შეუძლია დაახლოებით 90 დღის მანძილზე ყოველ 180 დღეში ევროპაში გაატაროს. ანუ გამოდის, რომ თეორიულად ჰიპოთეტურ ვარიანტი რო დავუშვათ, წელიწადში თითქმის 9 წელიწადი საქართველოს მოქალაქემ უვიზოთ დაყოს ევროპაში. მაშინ როცა მთის კანონი ითხოვს, რომ არანაკლებ 9 თვე უნდა იყოს, ესე იგი რა ვუყოთ ჩვენს ესე იგი მთის მაცხოვრებლებს. ერთ-ერთი ნუგეში შეიძლება იყოს ყაზბეგის რაიონი, რომელიც ასეც თუ ისეც ისტორიულად და გეოგრაფიულად ევროპას მიეკუთვნება და მათთვის ნახევრად ხუმრობით რა თქმა უნდა. ეს გარკვეული კოლიზია მათ შორის ნამდვილად არის. მაგრამ ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში ადამიანები უფრო და უფრო რაციონალურები ხდებიან თამეთქმედებებში და შეძლებენ რომ ადგილზე ბიზნესი განავითარონ. ჯერჯერობით რა ყველაფერი თბილისშია. საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 2/3 იქმნება თბილისში. სამოწარმოო აქტიურობის 70%-ზე მეტიდან. ახლა უნდა შევძლოთ რომ ეს მოხდეს დედაქალაქის დებლოკირება. სოციალური შეღავათები, რომელსაც ეს კანონი ითვალისწინებს, მათ შორის არის ერთ-ერთი, რომ მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები პენსიონერები 2016 წლის 1 სექტემბრიდან 216 ლარამდე გაზრდილ პენსიას მიიღებენ და ძალიან საკმაოდ ვრცელია ნუსხა იმ სოციალური ბენეფიტებისა, რასაც მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ადამიანები მიიღებენ. თქვენ თქვით, რომ დემოგრაფია საკმაოდ მჭიდროდ არის დაკავშირებული ბიზნესთან და ცოტა უფრო გლობალურად თუ ვიტყვით ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან. როგორ ფიქრობთ, აი ამ სოციალური შეღავათებით რამდენი ხანში არის შესაძლებელია, რომ ადამიანი ისევ დაუბრუნდეს თავის ნამოსახლარს, მამაპაპისეულ ნამოსახლარს? და კიდევ უფრო რთული კითხვა იქნება, მე გავაგრძელებ ამ კითხვას, აი დემოგრაფიული აღწარმოების ძველ მოდელს. სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი შეიძლება აღნიშნოს ქართული ენაზე შეუჩილოს და შეჩვილოს გადააჩვეო. ანალოგიური სიტუაცია იყო დაახლოებით ჩინეთში. 80 წლების დასაწყისში იქ მიიღეს ერთი ბავშვის, ესე იგი, მოთხოვნა რომ არ შეიძლება ოჯახს ერთ ბავშვს მეტი ყოლოდა და ფაქტობრივად მკვეთრად შეამცირეს შობადობა. ეს ხოთშოს ოქტომბერში გააუქმეს, მაგრამ იქაური ექსპერტები ვარაუდობენ, რომ იქ ახალგაზრდა ოჯახთა დიდი ნაწილი უკვე იმდენად გადაეჩვია ამ ფორმატს, რომ მათთვის მრავალშვილიანი ოჯახში ცხოვრება უკვე წარმოუდგენელია და ერთ-ორ ბავშვზე იქნება გაჩერება. ეს კანონი მოგცემს საშუალებას, რომ როგორმე გავზარდოთ ჩვენ ახალგაზრდა ოჯახების რაოდენობა თაში, თვით ამ ოჯახებში დემოგრაფიული გაფართოებული დემოგრაფიული აღწარმოების გარეშეც კი პირველ ეტაპზე რა მაქვს თუ ახლა არის თქვა 100 ოჯახი და ყველას ყავს თითო ბავშვი, მაგალითი იქნება რამდენიმე ხანში 200 ოჯახი, რომელსაც შეიძლება თავიდან ყავდეს თითო ბავშვი, მაგრამ დროთა განმავლობაში გაიზრდება ოჯახების რაოდენობა და ოჯახებში ბავშვების რაოდენობაც, მაგრამ სასწრაფოდ ვეთქვიან რამდენიმე თვეში ან კვირაში შედეგის მიღწევა შეუძლებელია. კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც ძალაში უკვე შევიდა, თუმცა რეალურად რამდენად ამოქმედ და მე ეს ჯერ არ მინახავს, არ შემიძენია პურის ფქვილი მაღაზიაში და ვერაფერს მოგახსენეთ, რამდენად არის პურის ფქვილის ეტიკეტზე დატანებული წარწერა, რომ რისგან არის ეს პურის ფქვილი, რომელი კატეგორიის ხორბლისგან დამზადებული და ასე შემდეგ. ხორბლის ფქვილის რეგლამენტი როგორ შეიძლება აისახოს ერთის მხრივ მომხმარებელთა უფლებებზე, ანუ ამ თვალსაზრისით გაუმჯობესდეს მათი მდგომარეობა და უფრო დაცული იყოს ჩვენი როგორც მომხმარებელთა უფლებები, რადგან გქონდეს იმ ზუსტი ინფორმაცია იმ პროდუქტის შესახებ, რომელსაც ვყიდულობთ და მეორეც მხრივ როგორ შეიძლება ეს აისახოს
ბიზნესზე, მათ შორის საბოლოო პროდუქტის პურის მწარმოებლებზე? არა შესაძლოა ჩვენ წელიწად ნახევარი გავიდა 2014 წელს საქართველოს ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. შარშანწლის ბოლოს დასრულდა ევროკავშირის 28 ქვეყანას მიერ რატიფიცირება აღნიშნული ხელშეკრულების. ნიშნავს, რომ ჩვენ თანდათანობით უნდა შევეჩვიოთ ევრო სტანდარტებით ცხოვრებას. ეს არ არის ხატოვანი გამოთქმა, ეს შეეხება წარმოების, მომსახურების, ადამიანთა შორის ურთიერთობების და მათ შორის საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის სტანდარტებსაც. ეს აუცილებლად გამოიწვევს ფასების საერთო დონის აწევას. ერთადერთი რეცეპტი იმისათვის, რომ ჩვენ გაუძლოთ ამ ფასების ზრდას, ფასების ზრდაში ადამიანები ხედავენ მხოლოდ ნეგატიურს, მაგრამ ახლა შეგახსენებთ, რომ ყველაზე დაბალი ფასები არის ავღანეთში, საშუალო მსოფლიო ფასების დაახლოებით 4.5-ჯერ ჩამორჩება და მაღალი ფასებია მაგალითად შვეიცარიაში მსოფლიო ფასებს 1.6-ჯერ აღემატება, მაგრამ არჩევნის საშუალება რო იყოს, მე მგონი კითხვის დასმაც არ ღირს. შემოსავალი რამდენია შვეიცარიაში ერთ სულ მოსახლეზე, ესეც გითხარით? ხო, შვეიცარიაში საკმაოდ მაღალი შემოსავალია, დაახლოებით 54,000 ამერიკული დოლარის ეკვივალენტი, ავღანეთში საერთოდ დათვალს აზრი არ აქვს. ხო. და ესე იგი ჩვენ თავარ მიზანი რა არის, რომ ჩვენ მივახციოთ ეკონომიკურ ზრდას, რომ შემოსავალი იყოს რაც შეიძლება მაღალი. სხვადასხვა ახალი პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთ პირველ გამოსვლაში დასახელდა ციფრი, რომ ჩვენ 2012 წლის შემდეგ გვქონდა 15%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც არის აბსოლუტურად არადამაკმაყოფილებელი. ჩვენ განვიცდით, ნერვიულობთ, ღელავთ ფასების ან აქციზების მომატების გამო. განამარტო იმიტომ, რომ ფასების ზრდისადმი ჩვენ ნეგატიური დამოკიდებულება გვაქვს. ჩვენ ამით განვიცდით ჩვენი მყიდველობით უნარიანობის შემცირებას. ამიტომ ფასების ზრდის ზრდაზე მეტად ჩვენ უნდა შევძლოთ შემოსავლების ზრდა და ამით მოვახდინოთ ჩვენ გადაფარვა აი ამ მდგომარეობის. ეს είναι სტრატეგია. ძალიან დიდი მადლობა ამოიწურა ჩვენი გადაცემისთვის განკუთვნილი დრო. თქვენ თქვით, რომ უნდა შევეჩვიოთ ევროპული სტანდარტებით ცხოვრებას. კარგი იქნება თუ მათ შორის ერთ-ერთი პირველი იქნება შემოსავლების ის დონე, რაც ევროპაში არსებობს, ასე უფრო გაიოლდება ყველა იმ რეგლამენტთან შეგუება, რომელსაც ევრო სტანდარტები გვიწესებს, ასე რომ გისურვებთ ევროპის დონის ხელფასებს ყველას. მე კი ამით გემშვიდობებით, ხვალ შევხვდებით ერთმანეთს. გმადლობთ. ბიზნეს სიახლეები. ტენდენციები ეკონომიკაში. რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ პირადი ფინანსების განკარგვაში. პროგრამა საქმე. ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 13 საათსა და 10 საათზე. საქმის მინეთ საქმეს.